მოგესალმებით, ბრუნდება ეთთოქი ახალი ეპიზოდით. დღეს ძალიან საინტერესო ეპიზოდი გველოდება წინ. ჩვენ სტუმრად ყავს კომპანია Nexty და კომპანია Alma და დღეს ვისაუბრეთ ზოგადად გარე რეკლამაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა, ჩვენ ძალიან ბევრი სტუმარი ახსენებს ხოლმე თუ როგორ შეიძლება გაიზომოს ის ეფექტურობა, რომელიც შეიძლება გარე რეკლამას მოყვებოდეს და თვლადი იყოს და ძალიან საინტერესოა თქვენი გამოცდილება და თქვენი кейსი და წავიდეთ სიღრმეებში ვისაუბროთ იმ დეტალებზე, რასაც უშუალოდ ეს Alma-ს სიახლე ჰქვია. გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს. ჩვენი სტუმრები არიან გიორგი ტრაპაიძე, Alma-ს გენერალური დირექტორი და პავლე ბერიძე, Nexty-ს მარკეტინგის დირექტორი. გამარჯობა მეგობრებო. გაუმარჯოს. სალამი. ძალიან მიხარია რომ ვაკეთებ ამ ეპიზოდს, იმიტომ რომ როგორც წარდგენისას აღვნიშნე, ბევრ ჩვენ სტუმარს აღვნიშნავს, რომ რთულია ხანდახან დათვალო გარე რეკლამის ეფექტურობა იმ ერაში, რასაც ციფრული ერა ქვია, მეჩვეულები ვართ, ეხლა რაღაცა Facebook-ი ყველანაირი ინფორმაციას და ციფრს გაწვდის და ძალიან საინტერესო იქნება ზუსტად ამაზე საუბარი. ვიცი რომ ძალიან ბევრი სიახლე არის ზუსტად ამ მიმართულებით. სანამ მაგ ნაწილზე გადავალ, ჩვენ ეგეთ მიმდინარეობა გვაქვს ხოლმე, რომ ბრენდები პირველ რიგში გვეცნობიან რაღაცა ის პრეისტორია მოყვება ხოლმე და მე უკვე გადავიდეთ უშუალოდ იმ კამპანიაზე, რაც ერთობლივად გაქვთ ნაწარმოები. Nexty-დან დავიწყებ, მოდი რომ მოგუყვეთ თქვენს ბრენდზე, მარკეტინგის გუნდზე და წყობაზე და ასე შემდეგ. მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ Nexty კიდევ უფრო ახლოს გავაცნოთ მარკეტინგით, კომუნიკაციებით და სარეკლამო ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების ამ ეტაპზე. რაც შეეხება ისტორიას, ის იწყება 2020 წელს და 6 წლის არის კომპანია. იწყება ბათუმში და ერთ-ერთი პირველი პროექტი კომპანიის არის დაკავშირებული ბრენდულ რეზიდენციებთან, მაგალითად Wyndham Residences და Radisson Blu Residences. ორივე პროექტი დასრულების ფაზაშია უკვე და ორივე პროექტმა მოგვცა ძალიან დიდი გამოცდილება საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის. ეს დეველოპერულ ბიზნესში, ასე ვთქვათ, პირველი ეგეთი ხმამაღალი განაცხადი იყო, რომ ესეთი სასტუმროს ბრენდი და ადგილობრივი დეველოპერი აწარმოებს საინვესტიციო პროდუქტს ზღვის პირას. ზოგადად ჩვენი კომპანიის ასე ვთქვათ, ძირითადი ხაზი არის ტურისტული უძრავი ქონების განვითარება და უკვე წელს გადავდივართ landmark maker-ობაზე, ანუ ჩვენი ყოველი ახალი პროექტი გადაწყვეტილი გვაქვს, რომ იქნება ახალი landmark-ი, არ აქვს მნიშვნელობა სად, ეს იქნება ბათუმი, თბილისი, დუბაი, ნაირობი, გვინდა რომ ჩვენი შემდეგი პროექტი გახდეს ახალი მიზიდულობის ცენტრი, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. კომპანიის შესახებ რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ძალიან სწრაფად მზარდია, მიუხედავად იმის შედეგებისა, რომ ყოველწლიურად შემოსავლები ორმაგდება, ისევე თანამშრომლების რაოდენობაც, ჩვენი ამბიციებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით მაინც ჩვენ შიდა გუნდში, როგორც სტარტაპს ისე უყურებთ ჩვენს კომპანიას, იმიტომ რომ ძალიან დიდი ამბიციები გვაქვს, რომელიც ქვეყნის ფარგლებსაც ცდება და ასე ვთქვათ, ისტორიაში შორს მიმავალ მიზნებს ვუმიზნებთ. კი ბატონო, და მარკეტინგის გუნდი, დიდი გუნდი ყავთ თუ აი როგორ კარი მოწყობილი კონტენტი? კი, მარკეტინგის გუნდი, ფაქტიურად ყველა შიდა სარეკლამო მომსახურებას შიდა გუნდი აკეთებს, ფაქტიურად ვართ მარკეტინგის დეპარტამენტი /სააგენტო, სარეკლამო სააგენტო. ასე რომ მათ შორის outdoor ბანერები იქნება, დიჯიტალი lead გენერაციის კამპანიები თუ სხვა ნებისმიერი ღონისძიება, ამას ყველაფერს აკეთებს შიდა გუნდი. დაახლოებით 20 ადამიანისგან შედგება. თვალთ სტარტაპიც არ ეთქმის ეხლა კაციანი გუნდი რო არის. მე რაღაც კითხვები მექნება მაგ ნაწილში და გადმოვალ თქვენთან. თქვენს ხარეს როგორ არის?
ჩვენ ბევრად უფრო გრძელი ისტორიის მქონე კომპანია ვართ. Alma Plus-ი პირველად 1995 წელს შეიქმნა და დაარსდა და მას შემდეგ ეტაპობრივად ვითარდება და საკმაოდ გრძელი გზა გაიარა იქამდე სადამდე დღეს მოვედით. 1995 წლიდან ახლა მაშინდელი ბიზნეს გარემო წარმოგიდგენიათ და სხვადასხვა გამოწვევების მიუხედავად ეტაპობრივად ვითარდებოდა, იხვეჭდა თავის სახელს ბაზარზე და შეძლების დაგვარად ავითარებდა მის სარეკლამო პორტფელს. და ზოგადად, კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვანი გამოდგა 2014 წელი, როდესაც კომპანია Wissels Group-მა შეისყიდა და დაიწყო მისი, ასე ვთქვათ, განვითარება. ამით Alma-სთვის ფაქტიურად სრულიად ახალი გზა და განვითარების პერსპექტივები გაჩნდა და თუ კი 1995 წლიდან 2014 წლამდე მისი საქმიანობა მხოლოდ ყველაზე ტრადიციული ბილბორდების გაქირავებით შემოიფარგლებოდა, 2014 წლიდან დღევანდელ დღემდე Alma-s მომსახურება გაცილებით უფრო მრავალფეროვანი გახდა. და ჩვენი როგორც კომპანიის როლი ბევრად უფრო გაიზარდა დამკვეთებთან მოლაპარაკებაში, თუ კი აქამდე მხოლოდ ბილბორდი სქირაობა მინდა იყო მოთხოვნა, დღეს გარკვეულწილად კონსულტანტების როლიც გვაქვს, მთლიანად გარე რეკლამის სექტორს წარმოადგენთ და ცხადია ხა ეს 1 და 2 დღის შედეგად არ არის, აი რაც გითხარით 2014 წლიდან 12 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვავითარებდით და ვზრდიდით ამ კომპანიას. დღეს უკვე ბილბორდების გარდა ჩვენ ტრანზიტული მედია მთლიანად ჩვენ სარეკლამო პორტფელში შემოდის, მან გულისხმობს საერთაშორისო აეროპორტებს, ავტობუსის მოსაცდელებს, ავტობუსებზე რეკლამის განთავსებას, მეტროში რეკლამის განთავსებას. ქალაქში ბილბორდების გარდა გვაქვს ციფრული ბილბორდები, იგივე მონიტორები, განათების ბოძებზე არსებული მომცრო ზომის ლაიტბოქსები, სხვადასხვა ფორმის და ზომის სარეკლამო კონსტრუქციები. რაც შეეხება გეოგრაფიულ დაფარვას, აქაც საკმაოდ ფართოდ ვარ წარმოდგენილი, მთელ საქართველოში ცხადია, ზოგიერთ ქალაქში ცოტა მეტად, ზოგან ნაკლებად. სადაც, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტი ბიზნეს აქტივობა არის თბილისში და ბათუმში ძალიან ყარად ვართ, ასე ვთქვათ, ინვესტირებული და სხვა ქალაქებშიც ვცდილობთ, რომ მოთხოვნის შესაბამისად შევქმნათ მიწოდება. რაც შეეხება ჩვენი კომპანიის ზომას, თანამშრომელთა რაოდენობის კუთხით დაახლოებით 120-მდე თანამშრომელია, მაშინ მოვიაზრებ როგორც ადმინისტრაციულ მიმართულებას, ასევე ტექნიკურ ჯგუფს. გარდა იმ სარეკლამო კონსტრუქციებისა, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, ასევე ვფლობთ სტამბას, ფართო ფორმატიან სტამბას, რომლის საშუალებითაც ვახორციელებთ სხვადასხვა მასალებზე ბეჭდვას და საკმაოდ დიდ ავტოპარკს და ტექნიკურ გუნდს, რომლის საშუალებითაც ვახდენთ მთელ ამ ხელა ინფრასტრუქტურაზე სარეკლამო მასალების მონტაჟს. ეს არის ორი სიტყვით რო გითხრათ. მოკლედ რო შევაჯამოთ. მან ერთი კითხვა გამიჩნდა, თქვენი აი პროფესიების დონეზე რო დაყოთ შეგნით რა, ეხლა ხშირად ყოფილა ხოლმე რომ სააგენტოებზე გვისაუბრია, რომ აი იქ ვიცით რომ არის რაღაცა კრეატიული დირექტორი, კოპირაიტერი და ასე შემდეგ. ანუ თქვენ შემთხვევაში ეს კომპეტენციები როგორ არის გადანაწილებული კომპანიაში? სტრუქტურაში ძირითადი რგოლი, აი მართლა კომპანიის ქვაკუთხედი არის გაყიდვების მიმართულება. რომელიც 20-მდე ადამიანისგან შედგება და სხვა ყველა დეპარტამენტი მეტნაკლებად უფრო მხარდამჭერი არის აი ამ ძირითადი მიმართულების. იგივე ხა იურიდიული დეპარტამენტი იქნება, დიზაინერული მომსახურება იქნება თუ ტექნიკური, ყველა მაინც იმისთვის არის რომ მხარდაჭერა გაუწიოს აი ამ ძირითად მამოძრავებელ გაყიდვების გუნდს. ამას გარდა არის, ასე ვთქვათ, განვითარებაზე ორიენტირებული ჯგუფი, რომელიც ხა სარეკლამო პორტფელის და ინვენტარის რაოდენობრივ ზრდას და ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე მუშაობს და ცხადია კიდე სხვა მრავალი თანმხლები დეპარტამენტი, სულ ახლახანს დავამატეთ ეგრეთ წოდებული რეპორტინგის მიმართულება, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ და საშუალო ვადაში ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად მივიჩნევთ, რასაც
მომავალ წლებში დიდ დროს დაუთმობთ. და ნუ ასე ვთქვათ, კიდევ სხვადასხვა თამდევი დეპარტამენტებიც. თუმცა ნუ აი როგორც აღნიშნე, გაყიდვების გუნდი არის ასე ვთქვათ ის დრაივი, რომელიც ჩვენ კომპანიას ამოძრავებს. კი ბატონო. მე მინდა რომ რაღაცა კლასიკურად გავყვეთ ჩვენი პოდკასტის იმას არ გადაუხვიოთ და ჩვენ ეგრე მივყვებით ხოლმე რომ ყოველთვის რაღაცა კონკრეტული პრობლემა არის ხოლმე რაღაც მარკეტინგული აქტივობები საიდანაც იწყება ხო ანუ პრობლემას ესე ბჭყალებში ვარქმევთ რაღაც კონკრეტული დავალება ავიღოთ ხო ძალიან საინტერესოა რომ ვისაუბროთ უშუალოდ თქვენს გამოცდილებაზე ხა მე ერთი რაც შემხვედრი არის რომ ყველგან შემხვედრია თქვენი რეკლამა თუმცა სანამ გარე რეკლამამდე მივალთ ანუ რაიმე ამ კონკრეტული კამპანიის ნაწილი იყო საიდანაც გაჩნდა ეს ბილბორდების იდეა რომ ესე გაშლილიყო ქალაქში თუ აი საიდან იწყება ეს თქვენი გუნდის და თქვენი მხარე რომ მოგვიყვეთ ინსაით და მე როგორ მიდის რა ეტაპზე მიდის დავალება მაგალითად ალმასთან იდეაში იწყება ბათუმიდან იმიტომ რომ პირველი ეგეთი აგრესიული outdoor კამპანია ჩვენ ბათუმში გქონდა მაშინ როცა ბათუმში ფაქტიურად გარე რეკლამების ადგილები არ იყო ავიღეთ ძალიან ბევრი ავტობუსების გაჩერებები სარეკლამო განთავსების მიზნით ერთი შეხედვით ეს იყო ისეთი განთავსების საშუალება რომელიც რაღაც ძალიან ესე საიმიჯო პრესტიჟული ისტორია არ ქონდა რაღაც მაგ ასე ვთქვათ ავტობუსებზე ზოგადად ავტობუსის გაჩერებაზე ვერ ნახავდი რაღაც ესეთ პრემიუმ პროდუქტების რეკლამებს ძირითადად მით უმეტეს ესეთი დიდი რაოდენობით პირველი ეგ იყო იმიტომ რომ ფიზიკურად არ იყო სხვა საშუალება ბათუმში თუმცა ამან ძალიან კარგი შედეგი მოიტანა აგრესიამ outdoor-ში გამეორებადობამ და ზოგადად მან ჩვენს ვისწავლეთ რომ ეს რაღაც ძალიან სწორი ხაზი იყო შესაბამისად როცა ჯერი თბილისზე მიდგა და თბილისში ჯერჯერობით ორი აქტიური პროექტით ვარ შემოსული თუმცა წლის ბოლომდე კიდევ 3 დაგვემატება გადავწყვიტეთ რომ თბილისშიც იგივე გაგვემეორებინა რა და მთელი არსი ეგ იყო თან ანუ ეს გამოუკიდებლად მხოლოდ outdoor-ისთვის შექმნილი კომუნიკაცია იყო ესე იგი ხო რაღაცა ნუ სიტყვაზე როგორ სტანდარტულად არის ხომ რაღაცა production-ი რო კეთდება რაღაც ვიდეო და მე რომ მოსდევს ეგრეთ წოდებულ გაშლებს რო ეძახიან ეგეთ სტანდარტული გზით არ ყოფილა წასული მხოლოდ რაღაც outdoor-ზე იყავით კონცენტრირებული outdoor-ზე ვიყავით კონცენტრირებული თუმცა დაემთხვა ეს ახალი პროექტის launch events ეს კამპანიაც ძირითადი outdoor-ის ასე ვთქვათ განთავსების მთელი მუღამი შეიძლება ეგ იყოს რომ მით უმეტეს დეველოპერული კომპანიისთვის outdoor-ი რაც არ უნდა ძლიერად იყო წარმოდგენილი ციფრულ მედიაში outdoor-ი არის დამატებითი ასე ვთქვათ პრესტიჟი დამატებითი იმიჯის ნაწილი მით უმეტეს ჩვენი სტილის კომპანიისთვის რომელიც ადგილობრივებთან ერთად ფოკუსირებული არის უცხოელ ინვესტორებზე შესაბამისად ვთქვათ ბევრი არ გვიფიქრია რომ თუ რამე კამპანიას გავაკეთებდით ეს კამპანია აგრესიული უნდა ყოფილიყო გარდა ამისა ამ ასეთ ტიპის გადაწყვეტილებებს ახლა ბევრად უფრო თამამად ვიღებთ რადგან ბრენდინგზე გვაქვს ძალიან საფუძვლიანად ნამუშევარი ასევე საერთაშორისო ბრენდინგ სააგენტოსთან ერთად რომლებიც ბრენდავენ და დაბრენდილი აქვთ ისეთი ცნობილი დესტინეიშენები და ცნობილი უძრავი ქონების პროექტები როგორიც არის ბურჯ ხალიფა, დორჩესტერ კოლექშენი, ომნიატი და ბევრი დეველოპერული კომპანიები რომლებიც ძირითადად დუბაიში იყრიან ყველანი თავს. შესაბამისად, როდესაც თავდაჯერებული ხდები უკვე შენს ბრენდში, იქ ბევრად თამამი ხარ სარეკლამო ხარჯებშიც და იცი რომ რაღაც შენს დახარჯულ ყოველ თეთრს აქეთ საპირწონედ შემოსავალი მოაქვს. რა თქმა უნდა, ზურგს გვიმაგრებს ასევე პროდუქტი, რომელშიც ასევე დარწმუნებულები ვართ და წინ ამ გადაწყვეტილებას მეტი არაფერი აღარ ედგა. ოკეი. ანუ მოვიდა დავალა მე მაინტერესებს ახლა მინდა რომ რაღაცა ძალიან იმის
შიდა სამზარეულოების ინფორმაცია ამოვატივტივო რა. მოდის თქვენთან next-ი როგორია ეს პროცესი რა? მაინტერესებს რომ დავიჭიროთ ის განსხვავება, რამე განსხვავებულად თუ ხდება თქვენ შემთხვევაში რა. ეხლა სააგენტოების შემთხვევაში გასაგებია პროცესები, მაგრამ თქვენ შემთხვევაში მოვიდა თქვენ რა ინფორმაციას აწვდით, როგორ ემუშავებით, ეგ არის საინტერესო. კი ბატონო. ნუ ჯერ ზოგადად მოყვები როგორ ხდება და შემდგომ ახლა next-თან უკვე იმხელა ურთიერთობა გვაქვს ჩვენ რომ ცოტა უფრო განსხვავებული ფორმატით ხდება ეს დაკონტაქტება. ზოგადად, როდესაც გარე რეკლამაში რაღაცას გეგმავს დამკვეთი, მოგმართავს და ორი პოტენციური გზა არსებობს, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს თანამშრომლობა. ერთი არის რომ გთხოვს მომაწოდე, რაც კი რაიმე გაქვს თავისუფალი ადგილი, ეს შეიძლება იყოს ბილბორდების მიმართულებით, აეროპორტის, მეტროს, ავტობუსების და ასე შემდეგ და მე თვითონ შევარჩევ და გეტყვი რა მინდა ვიქირავ, რა ვადით და შენ შესაძლებლობის მიხედვით განმისაზღვრე რა შეიძლება როგორ იქნება, მომეცი მაგაზე წიანდადება და იმის შემდგომ გავაგრძელოთ ასე ვთქვათ ჩვენი კომუნიკაცია. მეორე ვარიანტი, რომელსაც მე უფრო მეტად უჭერ მხარს არის, როდესაც დამკვეთი გვაძლევს ბრიფს, სადაც მოცემული არის რა მიზანს უნდა მიაღწიოს კამპანია, რომელ აუდიტორიას უნდა მიწვდეს, უფრო მეტად ლოკაციური, როგორი ტიპის ლოკაციური განაწილება ჭირდება და აი ამ რეკომენდატორის როლს ვირგებთ ჩვენ ამ შემთხვევაში და ამ ბრიფზე საპასუხო წინადადებებს ვამზადებთ. რა ბენეფიტი აქვს ახლა ამას დამკვეთისთვის, ხო? ერთი შეხედვით ახლა შეიძლება ალმას რატო უნდა კონდეს ინტერესი, რომ დამკვეთისთვის საუკეთესო ადგილები შეარჩიოს, ვიფიქროს ვინმე, მაგრამ რეალურად ახლა ჩვენ როგორც უკვე გითხარით 30 წელზე მეტი ამ ბაზარზე ვართ და კიდე ძალიან ბევრი წელი ვაპირებთ რომ ვიყოთ ამ ბაზარზე, შესაბამისად კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ ყოველი კამპანია რომელიც ჩვენთან ჩატარდება იყოს მაღალი ეფექტურობით და დამკვეთი იყოს კმაყოფილი რომ ამ კამპანიის დასრულების შემდგომ კიდევ მოbrunდეს ჩვენთან და ისევ კიდევ და უფრო მეტი და მეტი კამპანია გააკეთოს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ჩვენ რეკომენდაციაში ვითვალისწინებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია კლიენტის ინტერესიდან გამომდინარე, მათ შორის როგორც ადგილების შერჩევით, ასევე შესაძლოა რაღაცა კონკრეტული ვადა განუსაზღვრო და უთხრათ, რომ ამ პერიოდში ეს უფრო აქტიურია, შეიძლება გარკვეული ჰინტები მივცეთ, ზოგადად ბაზარს ხო უყურებთ ახლა მთლიანად ვინ რა აქტივებს აკეთებს და ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით მეტად ეფექტური გავხადოთ მათი კამპანია. გვაქვს შემთხვევები, როდესაც დამკვეთები მოყვებიან ამაზე, ზოგიერთი მათგანი მაინც ასე ვთქვათ, თავის ხას მიუყვება და თავისუფალი ადგილებიდან არჩევს რა უნდა და გვეუბნება, რომ აი ეს შემირჩიე და დავიწყებ კამპანიას პირობითად ამ თარიღით. ეს ორი ტიპიური გზა არის. ახლა next-თან ჩვენ ახლა იმდენი ხანია თანამშრომლობთ და იმდენად ყოველდღიურ რეჟიმში არის ახლა ჩვენი და მათი ურთიერთობა, რომ აი ფაქტიურად მე აი ვერ წარმომიდგენია კვირა გავიდეს ისე რომ ჩვენ შორის რაიმე კონტაქტი არ შედგეს. შესაბამისად აქ ცოტა განსხვავებულად ხდება მათი საჭიროებებზე ინფორმაციის მიღება, შესაძლოა რამოდენიმე კვირით ადრეც გვიანონსებენ რომ აი რაღაცა 2-3 კვირაში ეს დამჭირდება და ცოტა უფრო განსხვავებული ფორმით არის ახლა. next-ი ახლა 2020 წელს შეიქმნა და მე მგონი 2020 წლიდანვე მუშაობთ მიუხედავად იმისა რომ აქტიური პანდემიური პერიოდი იყო, მაინც აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, ბათუმი ახსენა პავლემ და ბათუმში იმ მომენტში სარეკლამო კონსტრუქციები ფაქტიურად საერთოდ არ იყო, მხოლოდ ავტობუსის მოსასწრებელი და ავტობუსები იყო და ძალიან აქტიურად დავიწყეთ 2020 წლიდანვე ერთად მუშაობა. დღევანდელ დღესაც ასე არის. ანუ იმდენად ყოველდღიური ხასიათი აქვს ამ ჩვენ კომუნიკაციას, რომ აი ეს ტიპიური ფორმები, რაც ახლა გითხარით, ცოტა უფრო მოძველებული იქნებოდა ასეთ მჭიდრო ურთიერთობაში მყოფ კომპანიასთან, რომ გამოგვეყენებინა. თუმცა რა თქმა უნდა, ახლა ხშირად აერე მაინც პავლეც გვეკითხება ჩვენ მოსაზრებას კამპანიაზე, ჩვენ ხედვებს უზიარებთ და ასევე, როდესაც რაღაცა კონკრეტული ადგილები თავისუფლდება, ჩვენ გვაქვს წინასწარ ინფორმაცია პავლესგან, რომ აი ისურვებდა ამა და ამ უბანში ცოტა უფრო მეტი პრეზენსი რო კონდეს. და მის მომსახურე მენეჯერს ეს მონიშნული აქვს და როგორც კი ესეთი ადგილები ჩდება, პავლეს ურეკავს, უგზავნის ამ ადგილებს და ძალიან ასე ვთქვათ, რეალურ დროში ხდება აი ამ გადაწყვეტილებების მიღება. აი ხა თქვენი მაგალითი რო ავიღოთ, აი პირობითად ხო რაღაცა შეირჩა კონკრეტული ლოკაციები.
ეს როგორც ახსენე მეორე ვარიანტი თანამშრომლობის ხო, როცა რაღაც კონკრეტული ბრიფი მიიღეთ, დაამუშავეთ, თქვენ მიხვდით, რომ რაღაცა მისი დავალებიდან გამომდინარე ეს ადგილები შეეფერება იმ ბრიფს და შესთავაზეთ. ანუ მაგის გარდა რამე რეკომენდაციებსაც აძლევთ ხოლმე, აი მაგალითად როგორც არის ვიზუალურ ნაწილზე, თუ უკვე თქვენი მხრიდან იყო გაკეთებული დიზაინები და იცოდით უკვე წინასწარ როგორ და რამე. აი მაინტერესებს თქვენი ჩართულობა თუ არის ხოლმე ეგეთ თუნდაც აი ვიზუალურ ნაწილში, იმიტომ რომ მე მინდა რომ მე მაგასაც შევეხოთ ხშირად აღნიშნავენ ხოლმე ვიზუალების მხარეს. კი, ძალიან სწორი პოინტია და ძალიან მნიშვნელოვანი პოინტი არის გარე რეკლამის ეფექტურობას როცა ვზომავთ, სამწუხაროდ ეს ჩვენს კონტროლს გარეთ არის და კონტენტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება საუკეთესო სამისამართო პროგრამა შეკრა, საუკეთესო ლოკაციები აარჩიო, მაგრამ იმდენად არაფრის მთქმელი ვიზუალი გააკრა, რომ საერთოდ არანაირი შედეგი არ მოიტანოს და ეს მერე გარე რეკლამას დააბრალო. და გქონია ესეთი შემთხვევები და არაერთხელ. არ მუშაობს რეკლამა, გითხრათ. რეკლამა არ მუშაობს და ბილბორდზე ჰქონდათ დატანილი მთელი მოთხრობები და იქ 10 წუთი რო იკითხო, შინაარსო მაინც ვერ გამოიტან ისეთები, ხო? ხა გარე რეკლამის ძირითადი შინაარსი რა არის, ხო? უნდა იყოს ერთი მესიჯი, მკვეთრი, მკაფიო ფერები, ერთი კონკრეტული შინაარსი გამოტანილი და ამას თუ უცდებით ახლა, ხო? ჩვენი მხრიდან ცხადია მიდის რეკომენდაციები. თუმცა არიან დამკვეთები, რომლებიც ჩვენზე უფრო უკეთ მომზადებულებიც არიან ამ მიმართულებით და ისეთი იმიჯები მოაქვთ, რომელსაც პირიქით სამაგალითოდ ვიყენებთ ხოლმე სხვებისთვის. მაგრამ არიან ისეთი დამკვეთები, რომლებსაც იმიჯები გადმოაქვთ პირდაპირ მაგალითად სოციმედიის კონტენტიდან, ჩვენს გარე მონიტორებზე მოაქვთ სატელევიზიო ვიდეო რგოლები, რომელიც voice-over-ით და ხმით არის და პირდაპირ იმას გვაშვებინებენ ეკრანებზე, რომელიც ცხადია ეფექტურობის თვალსაზრისით ნაკლებად მიმზიდველია. ჩვენი რეკომენდაცია ცხადია ყოველთვის არის, რომ იცი რა, ჯობია შეცვალო, ჯობია გარე რეკლამისთვის ცალკე კონტენტი მოამზადო. არ არის ეს ისეთი მედია, რომელიც ძალიან მარტივად შეგიძლია შეუთავსო. ნუ თუ ეფექტურობაზე აკეთებ ხა გათვლას. გარე რეკლამისთვის ყოველთვის ცალკე კონტენტი უნდა მომზადდეს. ხშირად აი პირობითად 20 წამიანი ვიდეო რგოლი თუა სასურველია, რომ ბრენდის და ლოგო სულ მიყვებოდეს ამ რგოლს და სატელევიზიოში შეიძლება პირველი 15 წამი უფრო ნელ-ნელა მიყავდეს საბოლოო სათქმელამდე და ბოლო 5 წამში გეუნებოდეს, მაგრამ გარე რეკლამა, რომელიც უფრო შეხსენებითი ხასიათის მატარებელია, იქ 20-ვე წამი თუ ეს არის ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა, უნდა გეუნებოდეს თავის სათქმელს. ბილბორდის შემთხვევაში 3-5 წამი არის, ასე ვთქვათ, ის ოპტიმალური პერიოდი, რა პერიოდში ჩვენ იმიჯი უნდა აღიქვა, ხო? შესაბამისად, იქ გრძელი წინადადებების დაწერა ნაკლებად მიმზიდველია. ოდნავ განსხვავებული შეიძლება იყოს ავტობუსის მოსაცდელის შემთხვევაში, სადაც ადამიანის დაყოვნების დრო არის 2-დან 4 წუთამდე, ხო? იქთან სარეკლამო კონსტრუქციას თვალის სიმაღლეზე არის და შეგიძლია, ასე ვთქვათ, რამოდენიმე წინადადებისგან გაჯერებული ინფორმაცია მიიტანო აუდიტორიამდე. აი ეს ისეთი მომენტებია, რომელიც თუ არ გაითვალისწინეს საბოლოო ჯამში, მარკეტერმა უნდა იცოდეს. აუცილებლად უნდა იცოდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ახლა, რომ ეს მესიჯები მივცეთ ახლა ჩვენ დამკვეთებს. ხშირ შემთხვევაში ახლა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი დამკვეთები ახლა საკმაოდ ძლიერი მარკეტინგის გუნდები ყავთ და ხშირ შემთხვევაში ისეთი ვიზუალები მოდის მართლა რომ სამაგალითოდ ვიყენებთ, მაგრამ არის ისეთი იმიჯები, რომელსაც ვისურვებდით, რომ სხვანაირი იყოს. და ნუ ბოლომდე არ ითვალისწინებენ ხოლმე ჩვენს რეკომენდაციებს სამწუხაროდ და აქაც იგივე მიდგომა მუშაობს, რომ ჩვენი ინტერესი ესე ვიწროთ თუ შეხედავ, შეიძლება თქვა, რომ რა მნიშვნელობა აქვს, ახლა მაინც იგივე თანხას მიიღებს ალმა იმ კონკრეტულ პერიოდში, რა იმიჯიც არ უნდა განათავსოთ. თუმცა ჩვენ მაინც მოკლევადაზე არ უყურებთ, ფართოდ უყურებთ, ასე ვთქვათ, ამ შესაძლებლობას და გვინდა რომ კამპანია რო დასრულდება, კმაყოფილი იყოს დამკვეთი, შედეგი მიიღოს და მერე მოვიდეს ახალი კამპანიით. ამიტომ აი ამ კონტენტის მიმართულებასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. კი. მე პაულესთან მექნება ესეთი შეკითხვა. ზოგადად აი ხა რომ გავმიჯნოთ თუნდაც სტანდარტული კომუნიკაციებიდან, პერიოდი მაინტერესებს. აი ხო არის გაუშვი რეკლამა,
დიჯიტალში რაღაცა ერთი კვირით დავაკვირდი შედეგს, რაღაცა შედეგი შეიძლება წამოიღოს. რაღაცა მერთვეში, რაღაცა მორთვეში. აი, გარე რეკლამის შემთხვევაში თქვენი აზრი მაინტერესებს, რა ხანგრძლივობა არის, აი მინიმუმი სამშენებლო მიმართულებით ავიღოთ, თუნდაც ახლა რადგან ამ მიმართულებით ვსაუბრობთ, ის მინიმუმი, რომ გარე რეკლამა გაკეთდეს. აი ხო, მაგალითად 2 კვირით ხო არ გააკრავ ბილბორდს და ჩამოხსნი, ხო? ანუ აი რამე ისეთი ვადა არსებობს, ხო? აი რა პერიოდ რაც შეიძლება ეფექტური განსაზღვროს. ალბათ ძალიან ინდივიდუალურია, თან გააჩნია მიზანს კამპანიის და ხო, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ რაღაც ესეთი ალბათ 2-3 თვე, ხო, რომ ესეთი თუ ინტენსიური რაღაც არის, თუმცა აუცილებელი ასევე ის, რომ ეს ყველაფერი იცვალოს დროთა განმავლობაში, ესეც მიზნობრიობიდან გამომდინარე რა. აქაც ესეთ კონკრეტულ ეჩვევა თუ აი რატო უნდა შეიცვალოს მაგალითად ბილბორდები რაღაცა ინტენსივობით. აი ეგეც ხო საინტერესოა, რომ დიჯიტალში არის ეგ დაკვირვება, რომ თვალი ეჩვევა რეკლამას და მე რო ამოცლი, მე იქცევს ყურადღებას რა და იგივე აქაც ფიზიკურადაც გამომდინარე იქიდან რომ აუდიტორია ეს ყველაფერი რაღაც ეფექტი ეკარგება. იგივე ფერებს. ცხალივიდი არა. თუმცა აი ჩვენ გვყავს რამოდენიმე დამკვეთი, რომელსაც ძალიან ბევრი წლებია ერთ და იგივე ბილბორდი აქვს და იმიჯსაც აი 2 წელიწადში ერთხელ თუ შეცვლის რა. ისიც აი როდესაც იმიჯს აახლებს, იმიტომ რომ დაძველდა უბრალოდ ბანერი, თორე რეალურად კონტენტი იგივე არის. და მათი არგუმენტაცია არის ის, რომ ჩვენს კლიენტებში აღქმა არის, რომ ეს ჩვენი ბრენდის ბილბორდი არის. ანუ ჩვენის კი არ გვინდა რომ სხვადასხვა ადგილას დავახვედროთ ბანერი ჩვენს კლიენტებს. ჩვენმა კლიენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ბილბორდი არის ყოველთვის იქ და როცა არ უნდა გამოიარონ წლის ნებისმიერ მონაკვეთში და გრძელვადიან პერიოდში, ჩვენი იმიჯი იქ დახვდება და რაღაცნაირად ბილბორდს მათი ბრენდის სახელსაც კი არქმევენ ხოლმე. ხშირი არ არის ესეთი მიდგომა, უფრო ხშირი ის არის, რასაც პავლე ახლა შენ ამბობ, მაგრამ ესეთი кейსებიც არაერთხელ ქონია. ხო, ეგ საინტერესო დაკვირვება არის, ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე, რომ რომელი ჯობია. და რა პერიოდი ჯობია და რა დავალება გაქვს და ძალიან ბევრი დეტალი არის ხოლმე, რომელიც მე მაგ გადაწყვეტილებას გაღებინებს. თუმცა ალბათ დროთა განმავლობაში შედეგები გეუბნება მაგ ყველაფერს. აი ზუსტად ეს ახალი, ასე ვთქვათ, სისტემა, თვლელი, რაც ალმამ დანერგა, ალბათ გიორგი გაშლის კიდე უფრო, მაგაში, მაგ ანალიტიკაშიც გეხმარება, რომ დაინახო რამდენად ახლოს ხარ შენ მიზანთან და რაღაც ალბათ ბევრს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. არა მარტო იმაში რომ განათავსოს, არამედ იმაში როდის შეცვალოს, ან როდის დააპაუზოს კამპანია, ან როდის მოუნაცვლოს ლოკაცია თავის კამპანიას რა. აი ძალიან მნიშვნელოვან თემას მივადექით ახლა და კი ბატონო. როგორ შეიძლება წარმოიდგინო ადამიანმა, რომ აი ეს ბილბორდს რო შევხედე და ჩემი შეხედვა აღირიცხა სადღაც ციფრებში. კი ბატონო. სანამ უშუალოდ აი მაგაზე გადავალ პატარა კონტექსტისთვის, ვიტყვი რომ ზოგადად წლების განმავლობაში გარე რეკლამის მთავარი გამოწვევა იყო, რომ რთულად ხერხდებოდა ეფექტურობის გაზომვა. თუ კი სხვა მედიები მეტნაკლებად სხვადასხვა დოზით ახერხებდნენ, რომ რეკლამის განთავსების შემდგომ რაღაცა ტიპის რეპორტი მიეცათ კომპანიებისთვის, გარე რეკლამაში ეს შეზღუდული იყო და არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც კი და განვითარებულ ქვეყნებშიც კი საკმაოდ რთულად მიღწევადი იყო ეს შედეგი. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ძალიან შეუწყო ხელი იმას, რომ ეს გარე რეკლამაშიც დანერგილიყო და ჩვენ ფაქტიურად თუ კი აქამდე მხოლოდ სუბიექტურად და ინტუიციურად ვაფასებდით ამა თუ იმ ბილბორდს და ვამბობდით, რომ აი ეს ბილბორდი პრესტიჟულია, ეს ვფიქრობ, რომ აქ ბევრი ხალხი გადის და ბევრ ნახვებს დააგროვებს, ხო? დღეს უკვე ობიექტურ მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომით შეგვიძლია ვთქვათ, ეს ბილბორდი უკეთესია თუ ეს. და მე ხა ცოტა უფრო მეტად გავშლი ამ როგორ ვაკეთებთ ამას. ნუ პირველი ერთი კიდე რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ როდესაც ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულწილად ხა კითხვები გაჩნდებოდა, ხა როდესაც ალმა
ზომავს ალმაში ჩატარებულ სარეკლამო კამპანიის ეფექტურობას, ხო? ინტერესთა კონფლიქტის თვალსაზრისით და ამიტომ მაქსიმალურად ბევრი სხვადასხვა მხარე ჩავრთეთ, ასე ვთქვათ, ამ პროცესში, როგორც თვითონ აუდიტორიის გაზომვის და დათვლის კუთხით, ასევე სარეკლამო მაჩვენებლების და კოეფიციენტების შექმნის კუთხით. პირველი, ვინც არის, ასე ვთქვათ, ძირითადი დატა, რაზეც არის დაფუძნებული, ეს არის 112 ქალაქში არსებული ვიდეო კამერებიდან აკრეფილი ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე გვაწვდის თუ რომელ დღეს რა რაოდენობის მანქანამ გაიარა. ასევე ინფორმაციას ვიღებთ ჩვენ მესაკუთრეებზე, ასაკობრივ ჯგუფებზე და თვითონ ავტომობილის ფლობელებზე, კი. და ასევე თვითონ ავტომობილების გამოშვების წელზე, მოდელზე და მარკაზე. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, ესე იგი ჩვენ გვაქვს არა მარტო რაოდენობრივი ანალიზი, არამედ მათი სეგმენტაციაც. კერძოდ ასაკობრივი ჯგუფების, სქესის და მსყიდველ უნარიანობის მიხედვით. მსყიდველ უნარიანობა ეს უფრო მეტად თვითონ მანქანის ღირებულებიდან გამომდინარე, ანუ გარკვეული კატეგორიზაცია გვაქვს და ასაკიდან და მარკიდან და ბრენდიდან გამომდინარე ვანაწილებთ ან მაღალშემოსავლიანში ან დაბალში. და შემდგომი არის ეფექტურობის გაზომვა. ეფექტურობის გაზომვა უკვე აქ თვითონ შემოდის უშუალოდ სარეკლამო კონსტრუქციების მახასიათებლები, სადაც უკვე აქ IPM-ის და ACT-ის სხვადასხვა ტიპის კვლევას და დაკვირვებას ვიხმართ და ვზომავთ, ასე ვთქვათ, თუ რა გავლენა მოახდინა ამა თუ იმ სარეკლამო კონსტრუქციამ იმ აუდიტორიაზე, რომლის რაოდენობრივი და სეგმენტური ანალიზი ჩავატარეთ 112-ის დატის მიხედვით. და ფაქტიურად რას ვიღებთ ახლა ჩვენ, ხო? ჩვენ ყველა ლოკაციას, მათ შორის ბილბორდები იქნება, ავტობუსები, ავტობუსის მოსასწრებელი მონიტორები თუ სხვა, ყველას აქვს თავისი ეფექტურობის საზომი კოეფიციენტი და დინამიური აუდიტორიიდან გამომდინარე, ყოველთვიურად შეგვიძლია ჩვენ სარეკლამო კონსტრუქციების ეფექტურობაზე გავცეთ ინფორმაცია. პირველი მიმართულება ეს არის კამპანიური ხასიათის, როდესაც ჩვენთან კამპანიები კეთდება, შეიძლება იყოს ერთთვიანი, ორთვიანი ან სამთვიანი. კამპანიის დასრულების შემდეგ ყველა კომპანია იღებს ამ კამპანიის ეფექტურობის რეპორტს. ხოლო ისეთი ტიპის კონტრაქტები, რომლებიც აი ერთწლიანი კონტრაქტი გვაქვს, ხო, იმათ ყოველთვიურად ვუგზავნით თუ რა შედეგი მოიტანა ამა თუ იმ თვეზე მათმა შერჩეულმა სარეკლამო კონსტრუქციებმა. ცხადია, აუდიტორია ცვლადია, მაგალითისთვის ახლა დეკემბრის თვეში გაცილებით დიდი აუდიტორია იყო იანვრის თვესთან შედარებით, როდესაც ხალხი უფრო მეტად სამსახურებიდან დასვენება იყო, თან ამინდებით ისეთი იყო, რომ ქალაქში მოძრაობა შემცირებული იყო, ფეხით მოსიარულეები ხო საერთოდ მიზერული იყო და ასეთ შემთხვევაში შრალად რო შეხედო, დეკემბერში გაცილებით უკეთესი პერფორმანსი აქვს სარეკლამო კონსტრუქციებს, ვიდრე იანვარში. და ნუ ამას სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს, ახლა შესაძლებელია პირობითად რეაბილიტაციის გამო ერთი ქუჩა დაკეტილი იყოს და ამან სრულიად სხვანაირი პერფორმანსი დადოს მეორე ქუჩაზე, სადაც შეიძლება რაღაცა ტრაფიკის ფლოუ წამოვიდა, იმიტომ რომ ერთი ქუჩა იყო დაკეტილი. გარდა ამისა, ფეხით მოსიარულეების საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი არის ჩვენ აუდიტორიაში, რომელსაც ძველებური მეთოდით ვზომავთ, თუ რამდენი ადამიანი გადის რომელ საათებში და ამაზეც ესეც ცხადია ცვალებადი არის. რაც ასევე მნიშვნელოვანია არის ის, რომ ჩვენ ვზომავთ ავტომობილებზე არამხოლოდ მძღოლების რაოდენობას, ასევე მგზავრების რაოდენობას და თითოეულ მგზავრს აქვს თავისებური ხედვა სხვადასხვა სარეკლამო კონსტრუქციაზე, მაგალითად უკანმჯდომი მგზავრი წინ ბილბორდს უფრო ნაკლებად ამჩნევს და გვერდით ავტობუსის მოსაცდელს უფრო მეტად ამჩნევს. ეს სხვადასხვა რაოდენობის მძღოლები, მგზავრები, სხვადასხვა კოეფიციენტების თან შედარებით ცხადია, საბოლოო ჯამში გვაძლევს იმ რეპორტს, რომელსაც ასე ვთქვათ ჩვენ კლიენტებს უზიარებთ. მნიშვნელოვანია კიდე, რომ ჩვენ ასევე ვანგარიშობთ თითოეულ მიმართულებაზე აი ამ ეფექტურობების მაჩვენებელს. მაგალითისთვის ახლა
ბილბორდის შემთხვევაში გვაქვს visibility factor-ი, dwell time factor-ი, size factor-ი, რომელიც ყველა ბილბორდს განსხვავებულია, ხო? და რატო არის ეს მნიშვნელოვანი, ხო? ეხლა პირობითად 2 კვადრატულიანი ბილბორდი და 200 კვადრატულიანი ბილბორდი ერთი და იგივე ქუჩაზე ერთი და იგივე აუდიტორიას კი აგროვებს, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ბილბორდი უკეთესი ხედვით უფრო უკეთეს გავლენას ახდენს, ვიდრე პატარა ბილბორდი, რომელსაც პირობითად ხე ეფარება, ხო? აი ეს განმასხვავებელი ნიშნები კარგად არის ასახული ჩვენს რეპორტში და ერთ ბილბორდ შეიძლება ერთი ადამიანი უყურებდეს, მაგრამ იმდენად გამოკვეთილად კარგ ადგილას იყოს და შუქნიშნებით თუ სხვადასხვა შემაფერხებელი ფაქტორებით იმდენი ხანი უყურებდეს, რომ სრულიად სხვა გავლენას ახდენდეს. აი ესენიც კი ყველაფერი ასახული არის. ეხლა ამას რაც მოგიყევით ჩვენ დაახლოებით წელიწად ნახევარი ვიმუშავეთ და დღეს უკვე ვართ ისეთ ადგილას, რომ ყოველთვიურად ჩვენ ყველა კამპანიაზე, ყველა კლიენტს უგზავნით ამ რეპორტს. თუმცა ცხადია აქ ავჩერდებით და პარალელურად მის დახვეწაზე ვმუშაობთ და მიზანი არის, რომ დღეს თუ post campaign ხასიათი აქვს ჩვენი რეპორტების გაგზავნას. მიზანი არის, რომ თვითონ სარეკლამო კონსტრუქციების შერჩევის მომენტში ჰქონდეს დამკვეთს ინფორმაცია, თუ რა პოტენციური ნახვები შეიძლება დააგროვოს ამა თუ იმ ბილბორდმა და რა ეფექტი შეიძლება მოუტანოს ამა თუ იმ სარეკლამო კონსტრუქციამ მას მის კამპანიაში. ხო, ეგ ძალიან საინტერესოა. მე ხა ბიზნესის მხარეს მაინტერესებს თქვენთვის რა კომფორტი არის, ეხლა ზუსტად რაც ისაუბრა გიორგიმ, რა, იმიტომ რომ აქამდე არ ხდებოდა ფაქტურად ესეთი აი უბრალოდ თუ მოგწონდა უშვებდი რეკლამას. აი პრესტიჟულია, აი ჭავჭავაძეზე ბილბორდი მინდა. კი, სამშობლო მიმართულებით ვარაზის ხევი და ეს ხო გმითამოედანი რაღაც ეგ უფრო დატვირთული ის. ამის მერე ფაქტიურად ციფრული რეკლამის კონკურენციაში შემოდის გიორგი და ალმა. იმიტომ რომ ძალიან კარგი მაჩვენებელი, რაც უფრო მეტი გაქვს მაჩვენებელი, შესაბამისად მით უფრო მეტი ანალიზის უნარი გაქვს. ანალიზის შესაძლებლობა გაქვს. ანალიზის შესაძლებლობაში ვგულისხმობ არა მარტო იმას, რომ ამ დატას ნახავ და დაუშვათ შეკრებ და რაღაც იტყვი რომ ჩემი ბანერი ამდენმა ნახა, ამდენმა ჩაიარა, ამდენმა საშუალო შემოსავლია, ამდენმა არა, ეს უფრო მეტად კიდევ ბადებს ალბათ ახალ იდეებს. თუ შენ ნახავ რომ ამან რეალურად რაღაც შედეგებში ეს კონვერტირდა, შეიძლება ეს იყოს მაგალითად ვებგვერდზე ვიზიტების რაოდენობა, შეიძლება იყოს გაყიდვები, შეიძლება იყოს მომართვიანობა რაღაცა სხვა არხზე და ამ ყველაფერს ამ სტატისტიკისთან ერთად რომ განიხილავ, შესაბამისად დაგებადება ახალი იდეები, რომ შემდეგი კამპანია როგორ, სად და რანაირად ჯობია რომ დაგეგმო. ამიტომ თუ არიან კომპანიები, რომლებიც ჯერ რაღაც ესე თავს იკავებდნენ ამის გამო, დღეიდან შეუძლიათ რომ რაღაც უბრალოდ ცადონ, ნახონ, დათვალონ ეს შედეგები, მერე ნახონ აისახება თუ არა ეს რაიმეში ეს კამპანია და შემდეგ უკვე მომავალი კამპანია, ასე ვთქვათ, ზუსტად იცოდნენ მომავალი კამპანიის დაგეგმვისას რას აკეთებენ, რა მიზანი აქვთ, რა ბიუჯეტში შეუძლიათ მომსახურების აღება და დიდია ალბათობა იმის, რომ ბიუჯეტებიც გაიზრდება კომპანიების, როცა ამ ყველაფერს ნახავენ, უფრო თავდაჯერებულები იქნებიან და შესაბამისად მარკეტინგში, ასე ვთქვათ, მომუშავე ადამიანებსაც უფრო მეტად გაუადვილდებათ უფრო მეტი ბიუჯეტის მოთხოვნა სარეკლამო დატვირთულობისთვის რა. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ეს რაც აღნიშნე, შენ რო წინასწარ აი Facebook-იც ხო გაჩვენებს არა რეკლამას გაუშვებ რაღაცა მიახლოებითი აუდიტორია, რა აუდიტორიაზე გავა შენი რეკლამა და ბილბორდების შემთხვევაშიც ეგ ძალიან კარგი მონაცემი არის, რომ დაფიქრდეს საერთოდ ის ადამიანი იმ კონკრეტული თანხის დახარჯვა უღირს თუ არა იმ რაოდენობა და შეადაროს. ეგ ხო ყოველთვის ხო ადარებ მაგას ერთმანეთს, რა, რომ აი იქ გაუშვა თუ Facebook-ზე გაუშვა ეგ რეკლამა რა და ჩემი შემდეგი შეკითხვა ზუსტად მაგას ეხება, რომ მარკეტერები ხშირად რაღაც კონკრეტულ ბიუჯეტს ფიქრობენ საით მიმართონ, რა რაღაცა არ ვიცი Facebook დიჯიტალში მიმართონ, სატელევიზიო განთავსება გააკეთონ, გარე რეკლამა გააკეთონ, ასე შემდეგ. ანუ საინტერესოა თქვენი აზრი, როგორ ფიქრობთ აი ეს პლეისმენტები, აი სამშენებლო ინდუსტრია რო ავიღოთ,
რომელი დგას პირველ ადგილზე, რომელი მეორეზე, რომელი მესამეზე. რა ეხლა გიორგის აზრი უკვე ვიცი როგორიც იქნება, მაგრამ ობიექტურად ეგრე არ არის. ობიექტურად ხო, ესეც მიზნობრიობიდან გამომდინარე, თუმცა რაც შეგვიძლია რომ თამამად თქვა, არის ის რომ ამ ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რეპუტაცია და იმიჯი. კომპანიის იმიჯი. შესაბამისად, იმიჯისთვის პლეისმენტის საუკეთესო ადგილი დღემდე რჩება აუთდორად. განსაკუთრებით ამ სფეროში რა, იმიტომ რომ ეს არის საშუალება რომ კომპანიამ ხმამაღლა თქვას თავისი სათქმელი და რაც უფრო ეფექტურად აკეთებს ამას, მით უფრო დიდ გავლენას ახდენს ეს ადამიანებზე, გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებზე და ზოგადად აჩქარებს ბევრ პროცესს რა. ამიტომ იმიჯისთვის და რეპუტაციისთვის აუთდორი არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ამ სფეროში. რა თქმა უნდა, ხა დიჯიტალს ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს და ყველა კომპანია სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს, თუმცა ის კომპანიები, ის ბრენდები, რომლებიც თავიანთ იმიჯზე ზრუნავენ და უნდათ რომ ასე ვთქვათ, მხოლოდ გაყიდვების კონვერტაციას გაყიდვებში სარეკლამო კამპანიის კონვერტაციას არ უყურებენ, არამედ რაღაც იმიჯურადაც ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მათთვის აუცილებელია. თუმცა რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ გაყიდვებზეც ამ ყველაფერს გავლენა აქვს. ასპიქრებ კი. მე დავეთანხმები პავლეს პირველ რიგში იმაში, რომ დამოკიდებულია რა ინტერესი გააქვს, რომელ სფეროს არ მოადგენ. რაც შეეხება უშუალოდ დეველოპერულ სფეროს 100%-იანია, რასაც ამბობს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯი, ამით ქმნის სანდოობას, რაც ალბათ ამ მიმართულებაში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულია ბრენდისთვის და ზოგადად გარე რეკლამის მონაწილეობა დეველოპერული სექტორის კამპანიაში რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამას საქართველოში არსებული ბაზრის კონიუნქტურაც ადასტურებს. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორი არის ახლა ეს ჩვენს პორტფელში. ამას გარდა რაც ღირს აღსანიშნავად არის ის, რომ ზოგადად თანამედროვე მარკეტინგი მაინც უფრო მეტად კლიკებს და ნახვებს ეძებს და დასდევს, ხო? ციფრებს დასდევს, ხო? კი, მაშინ როცა გარე რეკლამა, ასე ვთქვათ, უფრო მეტად გრძელვადიან იმიჯს აშენებს. ერთის მხრივ ესე შეიძლება პირდაპირ კლიკებში არ ითარგმნებოდეს გარე რეკლამა, თუმცა ის რომ შემდგომ დიჯიტალმა კარგი შედეგი მოგიტანოს და იქ იგივე ეფექტური ბიუჯეტის განაწილება შეძლო, მნიშვნელოვანია რომ საბაზისოდ brand awareness-ი რაღაცა დონეზე კონდეს აყვანილი, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს გარე რეკლამა. ზოგადად მე ჩემი გამოცდილებით მიმაჩნია, რომ კონკრეტულად ამ სექტორისთვის დიჯიტალი რა თქმა უნდა პირველი არის და მას ვერც გარე რეკლამა და ვერც სხვა ტიპის სარეკლამო არხები ვერ შეცვლის და ვერ ჩაანაცვლებს მომავალში. თუმცა ძალიან კარგი კომბინაცია გამოდის დიჯიტალის და გარე რეკლამის. გარე რეკლამით აშენებული ბრენდი, რომელიც ქმნის სანდოობას და ამას რო ზემოდან ემატება კარგად ორგანიზებული დიჯიტალის გაშლა, როგორც წესი ის მაღალ ეფექტურობაში ითარგმნება ხოლმე. კი ბატონო, მე მაქვს ეგეთი შეკითხვა ბარემ აქვე. ჩვენს წინა პოდკასტებში ხშირად გაჟღერებულა სხვადასხვა მოსაზრება მედიუმებთან დაკავშირებით. ნუ მედიუმებს ვეძახით იმ რაც ჩამოთვალე, გაჩერება, მეტრო, ავტობუსი და ასე შემდეგ. და ხშირად მარკეტინგის მენეჯერები თითქოს ამბობენ ხოლმე ერთგვარ თითქოს დაყოფილი აქვთ რაღაცნაირ სეგმენტებად. რა რომ აი ჩემი ბრენდი პრემიუმია მეტროში არ გავაკეთებ რეკლამას, ჩემი ბრენდი ესეთია და ავტობუსი არ ვიზავ, ყვება თუ არ სად ვაკეთებ. აი საინტერესოა თქვენი აზრი და მაგის მოსმენა, ესე დაყოფა მაგალითად სწორია, ანუ სწორად ყოფენ მარკეტერები ესე მედიუმების მიხედვით სეგმენტებში, თუ მაგალითად შეიძლება რომ მეტროში დადიოდეს მაღალშემოსავლიანი ადამიანიც, იმიტომ რომ გარეთ საცობებია, დროს კარგავს და დადის გადაადგილდება მეტროთი სამსახურავად სიტყვაზე.
საინტერესო კითხვაა. გარკვეულწილად რა თქმა უნდა არის ეგ განაწილება და ეხლა თუ მაღალშემოსავლიან ადამიანებზე აკეთებ გაცვლას, მხოლოდ მეტროში რეკლამა ცხადია არ იქნებოდა მართებული, ხო? თუმცა გარკვეულწილად ესენი მაინც უფრო სტერეოტიპული ხასიათის არის და აი პოდკასტის პირველ ნაწილში პავლემ რო თქვა, რომ ბათუმშიო პრემიალური რეზიდენსის ბრენდი ავტობუსის მოსასწრებლებზე გამოვიტანეთო, ერთი მაგის, ასე ვთქვათ, საპირისპირო დადასტურება არის, რომ შესაძლოა არც იყოს ეგ, ასე ვთქვათ, სწორედ შექმნილი სტერეოტიპები. ზოგადად დღევანდელ დღეს ესე არის, რომ ბილბორდები, მონიტორები და ასე ვთქვათ, ქალაქში არსებულ სარეკლამო კონსტრუქციებს უფრო პრემიალური შინაარსით ახასიათებენ ჩვენი დამკვეთები. საზოგადოებრივ ტრანსპორტ შედარებით ნაკლებად. თუმცა გვაქვს საკმაოდ ისეთი კარგი შემთხვევები, იგივე Next-ის სახით, გვაქვს საკმაოდ ძვირადღირებული ტანსაცმლის ბრენდების მაგალითები, როგორც ავტობუსის მოსასწრებლებზე, ისევე ავტობუსებზე, გვაქვს პარფიუმის ბრენდების ძალიან დიდი გამოცდილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ასე შემდეგ. ზოგადად მაინც ეს სტერეოტიპული ხასიათის არის, რა თქმა უნდა, თუმცა გარკვეულწილად სიმართლე არის ახლა იმის მტკიცება, რომ ახლა მეტროში ქალაქის მოსახლეობის მაღალშემოსავლიანი ხალხი დადის, რა თქმა უნდა, არ არის სწორე, თუმცა არც საპირისპირო იქნა გამომდინარე, რომ ჩვენი ერთ-ერთი კვლევა, რომელიც ACT-ის ჩატარებულია, გვეუბნება, რომ 3000 ლარამდე არის მეტროს მგზავრის ოჯახის თვიური შემოსავალი, რომელიც არც ცოტა არის ახლა დღევანდელი საქართველოს პირობებში და ჩვენი დამკვეთების პროდუქტების საკმაოდ დიდი ნაწილზე ხელმისაწვდომობა ასეთი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ოჯახს და ადამიანს აქვს. გასაგები. სულ მინდოდა ეს კითხვა დამესვა პირდაპირ ალმასთვის და ეს გავაკეთე. პავლე, შენთან მაქვს ეგეთი შეკითხვა, ზოგადად სამშენებლო ინდუსტრიაზე ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი ძალიან ბუმია, ხო, საქართველოში ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანია არსებობს და ასე შემდეგ. აი მინდა კითხვა დავსვა კონკურენციაზე და ზოგადად საით მიდის ეს ინდუსტრია, როგორ უყურებთ, შეიძლება რაღაც მარკეტინგული კუთხიდან შევხედოთ მაგ მიმართულებას, აი როგორ ფიქრობთ განვითარებას ამ ინდუსტრიის და თქვენი ხედვები როგორია ზოგადად? ამ ინდუსტრიის განვითარება და კონკურენციის ხო, აი თუნდაც მარკეტინგულ ჭრილში, თუნდაც ინდუსტრიის მიმართულები და ასევე მაინტერესებს ალმას მხარეს კონკურენცია როგორ გამოიყურება, ეგეც ძალიან საინტერესო. კონკურენცია ჩვენ შემთხვევაში არის, რა თქმა უნდა, სეგმენტური, ზოგადად უძრავი ქონების ბაზარს ახასიათებს ასე ვთქვათ ის, რომ ამ მოთხოვნა ყოველთვის არის უძრავ ქონებაზე რაღაც კონკრეტული კვადრატული მეტრები, აუცილებლად ჭირდებათ კონკრეტულ ადამიანებს და აუცილებლად გამოჩნდებიან კომპანიები ბაზარზე, რომლებიც დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას და რომლებიც აწარმოებენ კონკრეტულ კვადრატულ მეტრებს. თუმცა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამას ქვია ღირებულების გაზრდა ამ პროდუქტისთვის. ანუ ჩვენ ვაკეთებთ პროექტებში ძალიან დიდ ფართობზე, ძალიან მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას და ამის ხარჯზე უძრავი ქონების ფასი ბაზართან შედარებით კიდევ უფრო მეტია და კიდევ უფრო იზრდება. აი კონკურენცია ამ ორ სხვადასხვა სფეროში სხვადასხვანაირია. რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, დეველოპერული კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ კონკრეტულ ფართებს, კვადრატულ მეტრებს, აქ კონკურენცია არის ძალიან მაღალი. ჩვენს სფეროში უკვე როცა საინვესტიციო პროდუქტზე არის საუბარი, კონკურენტად არა მხოლოდ დაუშვათ პრემიუმ ან upscale პრემიუმ წარმოებლები აღიქმება, არამედ სხვა ქვეყნებიც. ინვესტორები, რომლებიც მაგალითად ჩვენთან აპირებენ ინვესტიციის დაბანდებას, ინვესტორებს უწოდებთ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც ერთ აპარტამენტს შეიძენენ Next-ში. ისინი განიხილავენ ასევე
ჩადონ თუ არა ინვესტიცია ესპანეთში, კვიპროსზე, საბერძნეთში, დუბაიში, ბალიზე და ასე შემდეგ. ანუ ესეთ ტოპ ტურისტულ ადგილებში. შესაბამისად ეს კონკურენცია არის საქართველოს აი ეხა ამ ქვეყნები ჩამოთვალე და ზუსტად მაგიტო გამიშთა ეგ შეკითხვა რომ რა რითი არის მიმზიდველი თუნდაც აი ეს მიმართულება ხო ამ ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ აი ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ მიუხედავად იმისა, რომ შევჯერდით და ვთქვით, რომ კი საინვესტიციო პროდუქტს ვაწარმოებთ და კი ტურისტულად საინტერესო პროდუქტს ვაწარმოებთ, ციფრების მიღმა, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბებულები ვართ იმაზე, რომ ადამიანები, მათ შორის ინვესტორებიც კი, რომლებიც აი ყველაზე პრეტენზიულები არიან და ყველაზე პრეტენზიულად უყურებენ ამონაგებს, ისინიც კი გადაწყვეტილებას იღებენ ემოციურად. ასე არის ჩემი დაკვირვებით B2B ბიზნესებშიც და ასე არის ინვესტიციებთან მიმართებაში. შესაბამისად, ვცდილობთ რომ ის ემოცია, რაც ჩვენს ბრენდს გააჩნია, მოვარგოთ იმ ემოციასთან, რაც გააჩნია ქალაქს. მაგალითად, ბათუმის შემთხვევაში ეს არის ბათუმის ისტორია, ძველი ბათუმი, ეს არის ზღვა, ეს არის ბუნება, იქ ადგილობრივი კლიმატი. თბილისის შემთხვევაში ეს არის ქალაქის კულტურა, რომელიც რა ვიცი, ძალიან ბევრ საუკუნეს ითვლის, ძალიან მრავალფეროვანია და ყოველთვის ასე ვთქვათ, მულტიეროვნული დედაქალაქი იყო. და ადამიანებს თავაზობთ, რომ რაღაც თბილისის ნაწილი იყიდონ, თბილისის ნაწილში ჩადონ ინვესტიცია. იგივე არის ნაირობიში, რომელიც ძალიან საინტერესო ბაზარია, რაღაც ესეთი upcoming ბაზარია და საინვესტიციო ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და ამ wildlife-ის ემოციები, საფარის ემოციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროდუქტის თანხლები. შესაბამისად, პოზიციონირებას და გაყიდვას ინვესტიციასთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ ემოციურ ფაქტორს ძალიან დიდი წილი აქვს, ასევე ჩვენს კომუნიკაციაში და ასევე გაყიდვების ცვლილობისას. რაც აბსოლუტურად განსხვავებულს ხდის ამ ორ პროდუქტს ერთმანეთისგან. კარგი ის არის, რომ რაღაც ყველანაირი რაღაც ეკონომიკური, ასე ვთქვათ, შოკებს რომ უწოდებენ, ესეთი ასე ვთქვათ, გარემო ფაქტორები upscale premium segment-ზე ნაკლებად მოქმედებს. ამაზე მოთხოვნა ყოველთვის ნარჩუნდება. ხოლო იმ ბაზარს, რასაც ჩვენ დავუშვათ კვადრატული მეტრების მიწოდებას ვეძახით, ამ ბაზარზე მომენტალურად მოქმედებს და მომენტალურად აისახება რა. ის რომ ჩვენ დავუშვათ ესე საერთაშორისო როგორც საერთაშორისო დეველოპერული კომპანია ისევ პოზიციონირდებით და ბუნებრივია ესეც ამ კონკურენციაში ძალიან დიდ უპირატესობას გვაძლევს იგივე დუბაის ბაზრის გამოცდილება, კენიის ბაზრის გამოცდილება და იმის ცოდნა თუ როგორ იქნება ლენდმარკები და არა მხოლოდ ასე ვთქვათ ერთი კონკრეტული პროექტის განვითარება და აშენება. კი ბატონო, იო შენსკენ ჩემსკენ კონკურენციაზე ბევრია სალაპარაკო. ესე იგი, პირველი რაც მნიშვნელოვანია რომ აღენიშნოს, ზოგადად ჩვენზე ესეთი გავრცელებული ხმები არის, რომ კონკურენციაში არ არიან, რაც მცდარია. ჩვენ დღევანდელ დღეს მუდმივ კონკურენციაში ვართ სატელევიზიო რეკლამასთან, მუდმივ კონკურენციაში ვართ ციფრულ რეკლამასთან და სხვადასხვა სარეკლამო არხებთან. მართალია, გარე რეკლამის სექტორი უფრო კონსოლიდირებულია, ვიდრე პირობითად გარკვეული პერიოდის წინ იყო, თუმცა ესეც რაღაცნაირად ბაზრის განვითარების თავისებურება არის და არ არის საქართველოს ერთადერთი ქვეყანა, სადაც გარე რეკლამაში ისეთი კონსოლიდაცია როგორც ჩვენთან.
მაგალითად ეხლა ჩვენ რო ამ ბაზარზე შემოვედით, ძალიან ფრაგმენტირებული იყო გაერეკლამის სექტორი. და რეალურად რო არა ის კონსოლიდაცია, ვერც იმ პროექტების განხორციელება მოხერხდებოდა, რაც ჩვენ გარეკლამის კომპანიამ საქართველოში გავაკეთეთ. ჩვენ ახლა ათეულობით მილიონი ლარი გვაქვს დახარჯული ჩვენი რესურსი და არაერთი ქალაქისთვის, 10-ზე მეტი ქალაქისთვის, მათ შორის ჩვენი დედაქალაქისთვის, ავტობუსის მოსაცდელები ჩვენი ხარჯით გვაქვს დაყენებული. ასევე საფეხმავლო ხიდები გვაქვს აშენებული, ხო, ახლა ისეთ ფრაგმენტირებულ ბაზარზე როგორც პირობითად 10 წლის წინ იყო, საფეხმავლო ხიდს კი არა ერთ მოსაცდელს ვერ დადგამდა, ხო, კომპანია, როდესაც ახლა ჩვენ 1000-ზე მეტი ესეთი ტიპის ობიექტი გვაქვს ქალაქისთვის შეძენილი. ცხადია, ამის საშუალებას გაძლევს, ასე ვთქვათ, ის კონსოლიდაცია, რომელსაც ჩვენ 10 წლის განმავლობაში მივახციეთ. და მიუხედავად ამისა, გარეკლამაში ახლა მძლავრი კონკურენტი ესე არ გვყავს, თუმცა ისეც ვერ ვიტყვით ახლა, რომ კონკურენციაში არა ვართ. კონკურენციაში ვართ, არის გარკვეული ადგილები და არიან რამოდენიმე მოთამაშე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა დოზით, ასე ვთქვათ, კონკურენციას გვიწევენ, თუმცა არა, ისეთ საგრძნო კონკურენციაში მაგ მიმართულებით არ ვართ. მაგრამ რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ჩვენ თუ მუდმივად არ ვიფიქრეთ გარეკლამის სექტორის განვითარებაზე, გაუმჯობესებაზე და სრულყოფაზე, ეს ავტომატურად არ ხდება, რომ მარკეტინგის მენეჯერი ბიუჯეტის რაღაცა ნაწილს გარეკლამისთვის იტოვებს. ანუ თუ მუდმივად რაღაცა სიახლე არ შესთავაზე და ინოვაცია არ დაანახე, ჩვენ ასე ვთქვათ, ესეთი ზრდა, რაც ბოლო პერიოდში გვაქვს, ცხადია არ გვექნებოდა ახლა. მუდმივად ფაქტიურად ყოველი წლის დასაწყისში რაღაცა ახალ პროდუქტს ვნერგავთ, ან მონიტორების მიმართულებით, ან ბილბორდების მიმართულებით. ნონ-სტოპების მათ შორის, ასე ვთქვათ, როგორც ერთიან ქსელს, ისე რომ უყურებთ ახლა მონიტორებს, ხო, რაღაცა პერიოდის წინ ამის შესაძლებლობა ცხადია არ იყო. ამის საშუალება მოგცე ჯერ როგორც თვითონ სამისამართო პროგრამის აწყობამ, სოფტის გამართვამ და კიდევ სხვა მრავალმა ფაქტორმა. ასევე რაც ყველაზე უფრო ყურაცაღებია ჩვენგან არის ის, რომ ციფრულ რეკლამასთან მიმართებით ჩვენ უფრო მეტად ვართ კოლაბორაციაში და არა კონკურენციაში. უფრო მეტად კონკურენციაში ვართ სხვა ადგილობრივ პლატფორმებთან, ახლა გლობალურ პლატფორმებთან, ახლა ცხადია, რაღაცა უფრო სინერგიას თუ ვიპოვით და უფრო მხარდამჭერ როლს თუ მოვირგებთ. თუმცა ადგილობრივ პლატფორმებთან, როგორც ონლაინის მიმართულებით, ისე ოფლაინის მიმართულებით, ძაფრ კონკურენციაში ვართ და ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მივიჩნევთ, რომ ასე ვთქვათ, ამ ტრადიციულ მედიებში მიმართული ბიუჯეტები მოიხსნას და გარეკლამაში წამოვიდეს. საინტერესო არის. იცი რა მაინტერესებს? აი, საით მიდის ტენდენცია და ტრენდები თუნდაც გარეკლამის რა, აი ახსენე რომ რაღაც ახალი რაღაცები ემატება და აი როგორ უყურებთ განვითარებას, ანუ აი ეს ტრადიციული ბილბორდი დაბეჭდილი, გაკრული ეს სტანდარტულ ფორმატზე შეიძლება რომ გადავიდეს მოდიდან და აღარ დაგჭირდეს არასდროს და რაღაცა ციფრულ მონიტორებზე გადავეწყოთ? ციფრული მონიტორები, რა თქმა უნდა, გარეკლამის ზრდის ერთ-ერთი მთავარი დრაივერი არის, თუმცა ისე რომ გარეკლამას მომავალში ვხედავდეთ, რომ რაიმე საფრთხე შეიძლება კონდეს, ამას ვერ ვხედავთ პირიქით და ამას ადასტურებს ბოლო 10 წლებში რაც დავინახეთ ზოგადად სარეკლამო ინდუსტრიაში დინამიკა, რომელიც არის შემდეგი, რომ ფაქტიურად ციფრული ონლაინ მიმართულება იზრდება ძალიან სწრაფი ტემპით, გარეკლამა იზრდება და სხვა ყველა მედიუმი მცირდება. მაგალითისთვის რადიოზე რეკლამა გლობალურად მცირდება, ანაცვლებს პოდკასტები, სატელევიზიო რეკლამა მცირდება, ანაცვლებს სტრიმინგი, ბეჭდური მედია, ჟურნალები, გაზეთები მცირდება, ამას ანაცვლებს ონლაინ ნიუსები, ხო?
გარე რეკლამაში ასე ვთქვათ, ეს ტრენდი პირიქით მუშაობს და ის ტექნოლოგიური წინსვლა, რასაც მსოფლიო უყურებს, პირიქით ეხმარება გარე რეკლამის სექტორს, რომ უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს. იგივე წარმოვიდგენ მე მომავალშიც, იგივე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად ხელშემწყობი იქნება იმისი, რომ გარე რეკლამა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მიმართულებით, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, დატვირთვიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს უფრო კონტექსტუალური რეკლამა, შეიძლება იყოს პროგრამულად გარე რეკლამის ყიდვის შესაძლებლობა და ასე შემდეგ. გასაგები. მე ესეთი ტრადიცია მაქვს ზოგადად პოდკასტის მიწურულს ხოლმე ჩემს სტუმრებს, ძირითადად ბრენდებს და სააგენტოებს ხოლმე რაღაც პატარა რჩევას ახალგაზრდები, ვინც უყურებენ ჩვენს პოდკასტს. თუმცა აქ პატარა ცვლილებას გავაკეთებ, ჩვენ რაღაც დასაწყისში საუბრობდით იმ აუდიტორიაზე, რომელიც ჩვენ პოდკასტს უყურებს, ჩვენ გვიყურებენ მარკეტერებიც და დავსვა უფრო ესეთ კითხვას, თუ იძლევა თქვენი კომპანია იმის საშუალებას, რომ დამწყები მარკეტერები, დამწყები პროფესიონალები, ვისაც სურს ამ ინდუსტრიაში შემოვიდნენ, იმიტომ რომ ალმა თავისი პროფილით სხვა ფლოუს აკეთებს და შეიძლება ეს მათთვის იყოს საინტერესო კომპანია იმისთვის, რომ რაღაცა ისწავლოს და განვითარდეს და რაღაც თავის კარიერული გზა განავითაროს და ასევე საინტერესოა თქვენი მიმართულება, როგორია სიტყვაზე კადრების შერჩევის პროცესი და როგორ შეიძლება რომ მარკეტერებმა, ასე ვთქვათ, მარტივად მოგაგრონ. აჰა. საიდან დავიწყოთ? მადლობა. კი, რა თქმა უნდა, სხვანაირად განვითარება წარმოუდგენელია, მით უმეტეს ჩვენ ბიზნეს რაშიც ვართ development-ი ქვია და ჩვენ სხვა ბიზნესი არც გვაქვს. ანუ ჩვენი კომპანია არის ფოკუსირებული, კონცენტრირებული მხოლოდ development-ს. შესაბამისად, ძალიან დიდი არის კადრების ასე ვთქვათ, მოთხოვნა მარკეტინგში. და რაღაც არა მარტო დაუშვათ ის, რომ რაღაც მარკეტინგში მუშაობს და რაღაც მარკეტინგში იღებს გამოცდილებას, არამედ ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ განვითარდეს ნებისმიერი მიმართულებით. ეს იქნება რაღაც ბიზნეს დეველოპმენტი, თუ კიდევ რაღაც თვითონ პროდუქტის შექმნის პროცესი, თუ რაღაც მასტერ პლენინგის შესახებ ინფორმაციის მიღება, არქიტექტურა და ასე შემდეგ. ფაქტიურად ჩვენთან მომუშავე ადამიანები არიან ბუნებრივად საკმაოდ მრავალმხრივად განვითარებულები, იმიტომ რომ ჩვენი სფერო და ჩვენი გამოწვევები, ის მიზნები რაც გვაქვს, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რაღაც მხოლოდ ერთი მიმართულებით ვიფიქროთ. ამით უმეტეს მარკეტინგში, როცა ამბიცია გვაქვს, რომ ძალიან დიდი საერთაშორისო ბრენდი უნდა შევქმნათ, მაქსიმალურად მრავალპროფილური და უნივერსალური თანამშრომლები ყავს ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ოფისები ბათუმში, თბილისში, ნაირობიში, დუბაიში და ამ ოფისებში ყველგან ყავს მარკეტინგის წარმომადგენლები, შესაბამისად ვისაც ეს სფერო აინტერესებს იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც მის მომავალს უკავშირებს მარკეტინგს, ასეთ ადამიანებს ძალიან მარტივად შეუძლიათ რომ დაგვიკავშირდნენ ყველა იმ საკომუნიკაციო და საშუალებებით, რაც ხელმისაწვდომია ვებგვერდით, Facebook-ით, ოფისით, ყველანაირად ღია ვართ. კი ბატონო, ეს უნდა ამოჭრათ, ეს მონაკვეთი ძალიან საჭირო ინფორმაცია გაჟღერდა. კი ბატონო, საინტერესო იქნება ბევრისთვის დარწმუნებული ვარ. მე არჩევებს მივცემდი, ესე იგი მარკეტერებს, პირველი ისევ ალმას ინტერესებიდან გამოვალ და ერთ-ერთ მონაკვეთში ჩემი საუბრისას რო ვახსენე, რომ იმისთვის რომ ჩვენთან ჩატარებული სარეკლამო კამპანია იყოს ეფექტური, ერთი მნიშვნელოვანია
ის რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ სწორ ეს არეკლამო ადგილები იყოს, კარგად იქნას სამი სამართო პროგრამა შედგენილი, აუდიტორია სწორად დათვლილი და მეორე არის, ასე ვთქვათ, კონტენტის ნაწილი, რომელიც ჩვენს კონტროლს გარეთ არის და აი ამ კონტენტზე მინდა, ასე ვთქვათ, ყველას მივცერჩევა, რომ გარე რეკლამისთვის დაამზადონ ცალკე კონტენტი, იყოს ერთი მესიჯი, იყოს მკაფი ოფერები, მკვეთრად აღქმადი ძირითადი სათქმელი, რომ ამან არ მოახდინოს, ასე ვთქვათ, გარე რეკლამის ეფექტურობაზე ნეგატიური გავლენა, რომელიც შემდგომ აღქმული იქნება, რომ გარე რეკლამა არ მუშაობს. ასე ვთქვათ, ეს რო იყოს, ასე ვთქვათ, ბოლომდე დაზღვეული, ეს იქნებოდა ჩემი მესიჯი ახალგაზრდა მარკეტერებისთვის. და არა მარტო ახალგაზრდა მარკეტერებისთვის, ძველგაზრდა მარკეტერებისთვის. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. მე მინდა გისურვო წარმატება. ცალკეც და ერთადაც წარმატებული კამპანიები, წარმატებული ციფრები და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით სხვადასხვა კამპანიები ჩვენს პოდკასტში, ჩვენი პოდკასტის კარი ყოველთვის ღია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო, რაც თავარია და შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს დროებით.